კომპანია აჭარის წყალი ჯორჯია, რომელიც 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესების კასკადს ფლობს. პირველი კომპანია იყო ქართულ ენერგოსექტორში, რომელმაც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტი შექმნა. უფრო კონკრეტულად, კომპანიამ ჯერ კიდევ შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლა რეგიონის საჭიროებები და შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია, სადაც სამი მთავარი მიმართულებაა განსაზღვრული: განათლების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა, ბიზნესის დაფინანსება და ინფრასტრუქტურის განვითარება. შუახევი ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებიდან ოპერირების ეტაპის ჩათვლით არაერთი სოციალური პროექტი განხორციელდა და რაც მნიშვნელოვანია, პირველი, ყველა პროექტი გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული იყო და მეორე, ყველა პროექტი იგეგმებოდა და რა თქმა უნდა ხორციელდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით. განხორციელებული არის 170-ზე მეტი სოციალური პროექტი ამ დროის განმავლობაში, რომელმაც ჯამურად 10,000-ზე მეტ ადამიანს მოუტანა სარგებელი და დაფინანსდა 70 მცირე მეწარმე. სოციალური პროექტებისათვის დახარჯული თანხა ამ დროისათვის დაახლოებით 9 მილიონ ლარს შეადგენს. განათლება და ცნობიერების ამაღლების ნაწილში 1,200,000-მდე ლარი აქვს კომპანიას დახარჯული, ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად კი 4,5 მილიონ ლარზე მეტი. ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისათვის 3 მილიონი ლარი და ასობით სოციალური პროექტის შედეგი, რომელიც წლებია, რაც პრინციპში საქმიანი საზოგადოებისათვის ცნობილი არის, საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს იტევს. კომპანია აჭარის წყალი ჯორჯია რამდენიმე წელია ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ცენტრს აფინანსებს. ხულოში მცხოვრებ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს კი აქვთ შესაძლებლობა, რომ 5 საგანში კომპანიის სრული დაფინანსებით მიიღონ მომზადება და შესაბამისი განათლება.